მე ვარ ნინო ვარნებიშვილი და ამჟამად ვიმყოფებით ბელგიაში, ბრიუსელში. დღეს მინდა გაჩვენოთ არქიტექტორის ვიქტორ ორტას სახლი, საცხოვრებელი, რომელიც მის მიერ არის დაპროექტებული. ეს არის არტ-ნუვოს სტილში აგებული ერთ-ერთი პირველი შენობა. და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ შენობის ისტორიას გავეცნოთ. ვიქტორ ორტა 1861 წლის 6 იანვარს გენტში დაიბადა. მისი მამა მეწაღე გახლდათ. ხატვა ვიქტორ ორტას ადრეული ასაკიდან იტაცებდა. თავდაპირველად ის გენტის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში არქიტექტურას სწავლობდა. მას შემდეგ, რაც ის მამამ 17 წლის ასაკში პარიზში ერთ-ერთი არქიტექტორის სახელოსნოში სამუშაოდ გაგზავნა, მისი ინტერესი არქიტექტურის მიმართ კიდევ უფრო გაცხოველდა. 1880 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ვიქტორ ორტა ბელგიაში დაბრუნდა. ორტამ გადაწყვიტა სიღრმისეულად შეესწავლა არქიტექტურა და არქიტექტურის ისტორია. სწავლის გასაგრძელებლად მან ბრიუსელში ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩააბარა. სწავლის დასრულების შემდეგ ის 6 წლის მანძილზე კლასიცისტური არქიტექტურის სახელოსნოში მუშაობდა. ორტას სურდა სრულიად ახალი სტილი შეექმნა. ამიტომ კლასიცისტური არქიტექტურის სახელოსნოში მუშაობის შემდეგ მან დამოუკიდებლად განაგრძო მოღვაწეობა. იაპონელებისგან მან სიმეტრიის დარღვევა და ამავდროულად აღმოსავლური მოტივებით ტკბობა ისწავლა, თუმცა ეს არ იყო მიმბაძველობა. ბუნებით შთაგონებულმა ორტამ მშენებლობის ახალი ტექნიკისა და ისეთი მასალების გამოყენებით, მაგალითად როგორებიცაა რკინა და მინა, სრულიად ახალი სტილი შექმნა არქიტექტურაში. ვიქტორ ორტა აპროექტებდა სახლებს როგორც შეძლებული ოჯახებისთვის, ასევე სახლებს, რომლებიც მუშათა კლასისთვის იგებოდა. სწორედ იმ თანხით, რომელიც მან ზემოხსენებული პროექტების შექმნით შეაგროვა, საკუთარი სახლისა და სახელოსნოს აგება შეძლო. დასავლებით აქ არის მუზეუმი. მუზეუმის შესასვლელი არის განთავსებული გვერდით შენობაში. იქიდან არის უკვე შესაძლებელი ვიქტორ ორტას სახლში მოხვედრა. ეს შენობა, რომელიც მის გვერდზე არის, ეკუთვნოდა არქიტექტორის მეგობარს. ვიქტორ ორტას სახლი და სახელოსნო მისი პროექტით 1898-1901 წლებში აიგო. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ყველაფერი, რაც დღეს ორტას მუზეუმშია წარმოდგენილი და უწინ არქიტექტორის სახლს ამშვენებდა, მისი დიზაინითაა შექმნილი. მათ შორის ავეჯი, ხალიჩები, კედლის დეკორატიული ელემენტები, ანჯამები, კარისა და ავეჯის სახელურებიც კი. სახლი სასადილო, საძინებელი, მუსიკის, სააბაზანო ოთახებისგან შედგებოდა. გარდა ამისა, აქ იყო სამზარეულო, საძინებლები სტუმრებისა და დამხმარე პერსონალისთვის, ოთახი ოჯახური შეკრებებისთვის და ბუდუარი, ზამთრის ბაღი და სამუშაო ოთახი. საკუთარი სახლის დაპროექტებისას ორტამ მიზნად დაისახა შეექმნა მაქსიმალურად კომფორტული გარემო, საკუთარი თავისა და ოჯახის წევრებისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ორტა ყურადღებას აქცევდა სახლში და ზოგადად შენობაში, სისუფთავის შენარჩუნების საკითხი იყო. ზემოთქმულის გათვალისწინებით საკუთარ სახლში პირველ სართულზე კარების გაღება დაკეტვის უნიკალური სისტემა შეიმუშავა. საქმე იმაშია, რომ იმხანად ადამიანები ფეხით, ტრამვაის მეშვეობით ან ცხენჩებინული ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. ქალაქში ცხენების აქტიური გადაადგილების გამო ბრიუსელის ქუჩები სწრაფად ბინძურდებოდა. ამას ერთვოდა უსიამოვნო სუნიც. ადამიანებს ეს ჭუჭყი ფეხსაცმლით შენობებში შეჰქონდათ. ზემოთქმულის გათვალისწინებით ორტამ სახლის პირველ სართულზე გამოიყენა იმგვარი კარებები, რომელთა გაღება ორივე მიმართულებით შეიძლებოდა. ამგვარად კი მას საშუალება მიეცა მისაღები ოთახის ერთი ნაწილი რამდენიმე წამში პატარა დერეფნად ექცია. ამ პატარა დერეფნის მეშვეობით კი ადამიანები, რომლებიც სურსათ სანოვაგეს ყიდულობდნენ, ქუჩიდან მისაღები ოთახის ნაცვლად დერეფნის გავლით პირდაპირ სამზარეულოში შედიოდნენ. ცალკე განხილვის თემაა ორტას მიერ დაპროექტებული სასადილო ოთახი. ყველაფერი აქ მისი დიზაინითაა შექმნილი. ამ ოთახში ორტა ხშირად მასპინძლობდა ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ადამიანებს, რომლებთანაც უკვე მრავალი წლის მანძილზე თანამშრომლობდა და ახალ კლიენტებსაც კი. ნაგიდის ქვეშ დამაგრებული პატარა ღილაკები საშუალებას აძლევდა თითოეულ ადამიანს მაგიდასთან მსახური ქალბატონი მოეხმო. ახლა კი ყურადღებით დააკვირდით ორტას დიზაინით შექმნილ ამ საოცარ კარადას.
ეს არ არის უბრალო ავეჯი, რომელიც სასადილო ოთახში მხოლოდ ჭურჭლის შესანახად გამოიყენებოდა. ორტამ ის შექმნა როგორც დამოუკიდებელი არქიტექტურული ელემენტი, რომელიც ჰარმონიულად ეწერება ინტერიერში. როგორც ხედავთ, ეს არ არის მხოლოდ ჭურჭლის შესანახი კარადა. სასადილოს ამ კარადაში ორტამ პატარა გამათბობელიც კი განათავსა. ამავდროულად, სწორედ ამ მრავალფუნქციურ კარადაში მოახლეები აცხელებდნენ თეფშებს სუფრასთან მიტანამდე. კარადის შემინულ ნაწილში კი ორტას აღმოსავლური ნივთების კოლექცია იყო განთავსებული. ორტასა და მისი მეუღლის საძინებლის კედლებს კიტების გამოსახულებები ამშვენებდა. უდრო გარემოს შესაქმნელად ორტამ ამ ოთახის მოწყობას ძალიან დიდი დრო დაუთმო. იმისათვის, რომ მასა და მის მეუღლის საძინებელში მშვიდად მოსვენება შეძლებოდათ, საძინებელში გააკეთა სპეციალური უჯრა, რომელშიც ისინი ჭუჭყიან სამოს, თეთრეულსა და პირსახოცებს ათავსებდნენ. ეს კი მათი ოჯახის დამხმარე ქალბატონს საშუალებას აძლევდა მეორე ოთახიდან ისე გაეტანა სარეცხი, რომ წყვილის მყუდროება არ დაერღვია. ორტას ქალიშვილს სახლის ერთ-ერთ სართულზე საძინებელი, პირადი სააბაზანო ოთახი და პატარა ბუდუარიც კი ჰქონდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ორტამ სახლი გააფართოვა, მოაწყო ტერასა, სადაც მისი ქალიშვილი მზის აბაზანებს იღებდა, კითხულობდა წიგნებს და ტკბებოდა ბაღში გაშენებული ნაირფერი ყვავილებით. ორტამ ქალიშვილისთვის ზამთრის პატარა ბაღიც კი მოაწყო. ამგვარი ზამთრის ბაღები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მე-18 საუკუნეში. საქმე იმაშია, რომ ევროპელ მოგზაურებს, ვაჭრებს სამშობლოში ხშირად ჩამოჰქონდათ ეგზოტიკური მცენარეები. მათი ნაწილი გზაშივე, ნაწილი კი ადგილობრივ კლიმატს ვერ ეგუებოდა და ჩამოტანიდან რამდენიმე დღეში ჭკნებოდა და ხმებოდა. შეძლებული ადამიანები ხშირად ყიდულობდნენ უცხო მიწიდან ჩამოტანილ მცენარეებს და შემდეგ ამ ეგზოტიკური მცენარეებით დამშვენებული ბაღით იწონებდნენ თავს საზოგადოებაში. ზემოხსენებული პრობლემის აღმოსაფხრელად ამ ადამიანებმა საკუთარ სახლებში მეტალისა და მინის კონსტრუქციით აგებული ეგრეთ წოდებული ზამთრის ბაღების მოწყობა დაიწყეს. თითოეულ ასეთ ბაღს გათბობის საკუთარი სისტემაც ჰქონდა. ამ სახლში მოხვედრილთაგან ბევრს უყვირს, რატომ არის მოწყობილი ორი კიბის უჯრედი შენობის ორ სხვადასხვა ნაწილში. საქმე იმაშია, რომ იმხანად ამგვარ სახლებში, სახლის საქმეებში დასახმარებლად მეპატრონეებთან ერთად მსახურებით ცხოვრობდნენ. ისინი სართულებზე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი კიბის მეშვეობით ადიოდნენ. მთავარი კიბე კი მხოლოდ სახლის მეპატრონეთათვის და მათი სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი. სამზარეულო სახლის -1 სართულზე იყო განთავსებული. ვინაიდან იმხანად სახლში არ ჰქონდათ მაცივარი, საკვები ამ სართულზე სიგრილეში უკეთ ინახებოდა. შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორი არის აქ კარ-სარკმლის მოყვანილობა, როგორი არის ეს გისოსები, რომელიც ამშვენებს სარკმლებს და დააკვირდეთ, როგორი იყო არტ-ნუვო სტილში აგებული შენობები თავდაპირველად. ორტას სახელოსნო ორტას სახლის გვერდით მდებარეობდა. პირველ სართულზე ის იღებდა დამკვეთებს, აკეთებდა ჩანახატებს, ქმნიდა პროექტებს. მეორე სართულზე მისი თანაშემწეები მუშაობდნენ. მზა პროექტები -1 სართულზე სახელოსნოში იგზავნებოდა. აქ მოქანდაკეები თიხის ნიმუშებს ქმნიდნენ, რომლებსაც ორტა ხით-ხუროებს, ქვის მთლელებს, ლითონის დამმუშავებლებს უგზავნიდა. ორტას სახლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. მინდა მადლობა უთხრა მუზეუმის თანამშრომლებს მასალის მოძიებაში გაწეული დახმარებისთვის.